სწორად შერჩეული სათამაშო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. როგორ უნდა მოხდეს შერჩევა და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა? ამ თემაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ნინო თოთაძე. როგორც სპეციალისტმა განმარტა, სათამაშოები ბავშვთა განვითარების ძალიან კარგი საშუალებაა. ის ხელს უწყობს მისი ხუთი გრძნობის გააქტიურებას და ჩამოყალიბებას. ბავშვებისთვის სათამაშოს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს და მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც საუკუნეების მანძილზე მზადდებოდა სათამაშოები, რომელსაც ჰქონდა როგორც ბავშვისთვის გართობის საშუალება, ასევე შევეცნებითი კუთხით. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ, რა თქმა უნდა, სათამაშოზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ეს არის ის, რამაც მან სამყარო უნდა აღმოაჩენინოს ბავშვებს. მნიშვნელოვანია, როგორც ეს ართობს მათ პირველ რიგში, ასევე მშობლებთან და უფროსებთან ურთიერთობის კუთხით და შემდეგ უკვე ბავშვებთან ურთიერთობის კუთხით. მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს სოციალური ურთიერთობების, ასევე ენობრივი ბარიერის გადალახვის კუთხით და ასე შემდგომ. სათამაშოს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება როგორც მისი ფიზიკური, ისევე გონებრივი განვითარების კუთხით. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისიც ასაკობრივი ჭრილით უნდა იყოს შექმნილი. ფაზლები ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გასართობი არის, ასევე უკვე ასაკობრივი ჭრილით კუბები, რომელთაც ვთქვათ, სხვადასხვა დატვირთვა აქვს ფერების მიხედვით, ვთქვათ, მასზე დაწერილი თუნდაც მათემატიკური ციფრების მიხედვით, რაც ძალიან მნიშვნელოვნად დადებითად მოქმედებს ბავშვებზე და ასევე ვთქვათ, ფიზიკური განვითარებისთვის თუ კი თქვენ ბავშვს სჯობს, ვთქვათ, ერთი ფუმფულა სათამაშოს მიწოდებას, რომელსაც ვთქვათ, ჩაიხუტებს და იქნება სჯობს, მივცეთ რამდენიმე იგივე ვთქვათ, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული კუბი, რომელიც როცა გაუვარდება, დაიხრება, აიღებს, არ შეეზარება, რომ ვთქვათ, წავიდეს, მოიტანოს და ასე შემდეგ, რაც მისი ვთქვათ, კუნთოვანი სისტემის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. როგორც პედიატრმა აღნიშნა, ბავშვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია შემოწმდეს სათამაშოს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები. მისი თქმით, შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ისეთ მასალებს, როგორიცაა ბამბა და ბუნებრივი საღებავები, ასევე ხისგან დამზადებულ სათამაშოებს. რამდენადაც საგანძური არ უნდა იყოს სათამაშო ბავშვებისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორად იქნეს ის შერჩეული მისი შეძენის დროს. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ პირველი გავითვალისწინოთ ასაკობრივი ჭრილი, ანუ რამდენად შესაბამისობაში მოდის, მეორე რა ნივთიერების, რა მასალისგან არის დამზადებული ესა თუ ის სათამაშო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება, რომ იყოს ბუნებრივი, თქვათ, ქსოვილისგან დამზადებული, თუ კი არის, თქვათ, რომელიმე ცხოველის გამომსახველი სათამაშო და ნატურალური, თქვათ, ქსოვილისგან დამზადებული. ასევე საღებავები რამდენად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, მასალის კუთხით ერთ-ერთი უპირატესობა ენიჭება ხის სათამაშოებსაც. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები განსაკუთრებულად 3 წლამდე ასაკში და შემდგომაც სამყაროს შეცნობას იწყებენ ყველა ნივთთან შეხებით, მისი პირში ჩადებით, ამ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანია, რა მასალისგან არის დამზადებული პროდუქტი. შემდგომ, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ხმის გამომცემი სათამაშოები, როდესაც იწყებენ ერთი ხელიდან მეორე ხელში გადატანას და ასევე მნიშვნელოვნად დასაკვირველია ეგრეთ წოდებული საწოლზე დასამაგრებელი მუსიკალური კარუსელები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოების კუთხით. პირველი, კარგად იყოს საწოლზე დამაგრებული, რომ ისე ჩამოვარდნის ალბათობა არ იყოს, საწოლში არ დაუტოვოთ ბავშვებს სათამაშოები. მესამე მნიშვნელოვანი, რომ ეს ეგრეთ წოდებული მუსიკალური კარუსელი არ გამოცემდეს განსაკუთრებულ მძაფრ ხმას, რომელიც პირიქით შეიძლება გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბავშვისთვის და მკვეთრი შუქის მქონე არ იყოს. მნიშვნელოვანი ასევე ყურადღება მივაქციოთ, თქვათ, იგივე ფუმფულა სათამაშოების კუთხით, ხوارძვრება, ეგრეთ წოდებული თვალი, ან ასე შემდგომ ენერგიის წყარო ბატარეა, რომელიც შეიძლება გადაცდენის საფრთხე აღმოჩნდეს ბავშვებისთვის და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ნინო თოთაძის განცხადებით, ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. პედიატრის თქმით, შერჩევისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის ასაკი და უსაფრთხოება.